Რო გამოგვატაროთ Teuxmet მაისს დინამო არენაზე G11 ბარსელონას ლეგენდებს აუპირისპირდება. ამ პროექტმა რომ გაამართლა, გასულ წელსაც დავწმუნდით. ინტერთან შეხვედრა დაუვიწყარი გამოდგა ბათუმში. ახლა არის 15 მაისი, მატჩის წინა დღე. სულ მალე დაიწყება პრესკონფერენცია, სადაც ბეცონის ამბასადორი შოთა არველაძე ჯარი ლიტმანენთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდება და ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. Მთელი ერთი წლის ნაწვალებია და იმედი მაქვს, რომ ხალხი რომელიც ხვალ მოვა, ისიამოვნებს. There is quite a huge interest for this game. I still love to play football. პრესკონფერენციის შემდეგ, როგორც შეპირებულები იყვნენ ბარსელონას ლეგენდები, მოვიდნენ ბარსას ოფიციალურ მაღაზიაში. აქ არის საგიჟეთი, ძალიან ბევრი ბარსას გულშემატკივარი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა კომაგი, ელის ლიტმანენის და სავიოლას ავტოგრაფებს, მათთან გასაუბრების შესაძლებლობას. ჩვენ შევიხედოთ, თუ გვექნა პატარა შანსი მაინც, საინტერესო კითხვები გვაქვს და იქნებ პასუხებიც მოვისმინოთ. ხედავ, რომ იქ სადღაც არის ჯარი ლიტმანენი, სადღაც არის ხავიერ სავიოლა, მისვლასაც კი ვერ ვახერხებ. ლექსო, იმედია ჩემი გესმის. აი ეს ხდება ახლა ბარსას ოფიციალური მაღაზიიდან გამოსვლის დროს. ბოდიში. ეს სტრიმა რაღაცნაირად ჩვენი თამდები გახდა. ჯერ იყო და გასულ წელს ლეგენდების თამაში, როდესაც ინტერი იყო ჩვენთან სტუმრად. იქაც ძალიან წვიმდა ბათუმში, თუმცა გულშემატკივარს არ შეეშინდა, მაინც მოვიდა და ყველამ ერთად ძალიან ვისიამოვნეთ. იმის გათვალისწინებით, რომ 16 მაისს, მატჩის დღეს, ცუდი ამინდი არ არის გამოცხადებული და სინოპტიკოსები კვირდებიან, რომ მზიანი ამინდი იქნება. ჩვენც ვარაუდობთ, რომ ფეხბურთელების განწყობაზე ეს ყველაფერი ვერ და არ იმოქმედებს. ძალიან ცუდი ამინდია. შეგვიძლია რომ ახლოდან ვნახოთ ფინური ფეხბურთის ამსტერდამის აიაქსის და ბარსელონას ლეგენდა იარი ლიტმანენი და ადამიანი პიტბული მოედნის ცენტრის რისხვა ყველა ნახევარმცველის და შემტევის ყველაზე რთული მეტოქე და ოპონენტი ედგარ დავიცი ძალიან კარგ ფორმაშია რასაც უყურებ არ ჩერდება ისევ დაუღალავი ჩანს სათვალეების ადგილზეა ის ხომ კარგ ფორმაშია და ხავიერ სავიოლა გამოიყურება კიდევ ზუსტად ისე როგორც იყო კარიერის საუკეთესო წლებში ერთადერთი ცოტა ჭაღარა შემოერია თამაში. სხვა ძალიან მოძრავი, ხარტი, ტექნიკური თვისებებით გამორჩეულია. ეს ყველაფერი არის კარგი. ვარჯიშის დასრულების შემდეგ აქ ამ მოედანზე დინამოს აკადემიის ბავშვები გამოვიდნენ და ბარსელონის ლეგენდებთან ერთად ვარჯიშობენ. დინამოს ასაკობრივ გუნდში ხედავ ხუჩა კვარაცხელიას ძმას. თორნიკე კვარაცხელიას. და ვინ იცის, ჩვენი ეროვნული ნაკრების ლიდერის, პატარა ძმა, ლიტმანენთან ვარჯიშის დროს კიდევ უფრო გაიხსნას და ბარსელონას ლეგენდის ყურადღებას კი მიიპყრობს. ნახოთ როგორი ვარჯიში გამოვა. ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ ამ ივენთის მთავარი გმირი ჩამოდის ძალიან მალე და იქ არ მინდა რომ დაგვაგვიანდეს. გავიქცეთ. პერიოდში ვართ იქ, სადაც ბარსელონას ლეგენდები არიან, თამაში თუ შემოსულები და ძალიან მალე ბრაზილიელი ჯადოქარი აი აქ ჩემს წინ იდგება და ჩემ დაახლოებით 5-6 კითხვას უპასუხებს. თუ ხასიათზე იქნება. ესეც გამორცხილეს. შენი აზრით, რომელი ეპოქის ბარსელონა ისტორიაში საუკეთესო? Creo que en cada época el Barça ha tenido grandes equipos. No, en mi época hemos tenido suerte de tener un gran equipo también. Pero hay muchos equipos del Barça y muchos años diferentes que fueron históricos. რომელი უფრო საშიშია? Teenageri Messi თუ Lamine Yamal? Messi es uno de los mejores de todos los tiempos. Yamal empieza a ser muy bien, muy joven.
Ojalá que pueda seguir los pasos de Messi y los demás grandes jugadores, pero Messi es incomparable. Ხუჭა კვარაცხელიაზე თუ გსმენია და რას ფიქრობ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე? Sí, conozco el jugador y es muy bueno, me encanta verlo jugar. No va a ser una gran final. El París tiene un equipo muy fuerte, hace muchos años que está peleando, ¿no? para conquistar la Champions y va a ser un gran partido. ყველაზე დიდი ბრაზილიური კლუბი, რომელშიც გითამაშია. En Brasil hay muchos grandes equipos, no he tenido suerte de jugar en grandes equipos, Gremio, Flamengo, Fluminense, Atlético Mineiro, que ha tenido una historia muy linda, entonces en Brasil hay muchos grandes equipos. Გითხარი ერთი მატჩი, რომელში მონაწილეობასაც ისურვებდი. Las finales de grandes ligas son siempre los sueños, ¿no? de todo jugador. Creo que siempre me imaginaba jugando las finales de las grandes competiciones. როგორ იქნება კარლო ანჩელოტის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრები? Creo que va a ser bien. No, es un gran entrenador, un entrenador que donde va gana muchas cosas, muchos títulos importantes. Y ojalá que pueda hacer con Brasil también. Es un grandísimo entrenador, una persona que me gusta mucho y ojalá que las cosas salgan bien en Brasil. საქართველოსაც რომ გითხრა ცოტა რამ. No tengo que dar las gracias por el cariño de todos. No, hoy pude ver que es un país muy lindo y bueno, estoy encantado y bueno, espero volver pronto. ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში თეთ რაღაცეები ხდება, როდესაც ბავშვობაში უბრალოდ ვერც კი ვიოცნებებდი. ვერასდროს ვერ დავიჯერებდი იმას, რომ დაახლოებით 2 კვირიან შუალედში გავესაუბრებოდი ედვინ ვანდერსარს, დიმიტარ ბერბატოვს, რობერტ პირეს და შემდეგ შევხვდებოდი საფეხბურთო სამყაროს მთავარ ვარსკვლავს, რონალდინიოს. ადამიანმა არასდროს ოცნება არ უნდა შეწყვიტო. ხანდახან ისეთ რაღაცებზეც უნდა იოცნებო, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნია. მოკლედ ოცნებები ხდება. უკვე დინამო არენაზე ვართ. მე ვეცდები რომ თქვენთან ერთად ნახო ის ფუსფუსი რაც ახლა ქვეყნის თავის სტადიონზე ხდება. შევიხედებით G11-ის გასახდელში, ბარსელონას გასახდელში და დაგათვალიერებინებთ თუ როგორ ემზადება დინამო არენა ლეგენდების დასახვედრად. წავედით. კუპრა გადაიღებს ახლა არველაძის მაისურს. ბარსელონას გასახდელში შემოვიპარეთ. ხო, ჯერ მზადების პროცესია. თან არც მინდა რომ ხელი შეუშალოთ, მაგრამ თან ვერც ვშორდები ამ ლეგენდარული ფეხბურთელების მაისურებს, რომელიც ცოტა ხანში მოვლენ ამ გასახდელში და მე უკვე ქართულ გულშემატკივრებსაც შეხვდებიან უშუალოდ მოედანს. Great to be here, great stadium, and if you look at the pitch, it's perfect. So you want to put on the boots and go and play. A lot of players are still in quite condition, not as young as before, so maybe not as fast as we were when we were younger. But we want to win, so you have to be in good shape. So I'm sure we'll enjoy this evening. სანამ ამ სიტყვას დავიწყებდი, მთელი სტადიონი დაინგრა, იმიტომ რომ ვიქტორმა გამოაცხადა ბრაზილიელი ჟადოქრის რონალდინიოს სახელი. მოკლედ დღეს აქ ამ მოედანზე ვარსკვლავური ფეხბურთი განსხვავდება და იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოთი თქვენც სიამოვნებთ. матчის თავარი ჰაილაიტი შედგა მე-9 წუთზე, როდესაც გიორგი ნავალოვსკიმ რონალდინიოს წააქცია მოედნის ცენტრში. ზღაპრული პასი გააკეთა რონალდინიომ, თუმცა იგივე მეორდება რაც ინტერის ლეგენდების შეხვედრაში.
გოლი არ ჩაითვალა. რონალდინიოს ძალიან ლამაზი პასი და ლიტმანენს საშემსრულებლო უსტატობა დაუკარგეს. გავაოდოთ შემდეგ მომენტს. ანგარიში გაიხსნა. გიორგი ნავალოვსკის ულოცავენ გატანილ გოლს. რაც შეიძლება მეტი გოლი გვჭირდება. 25 წუთში გავიდა პირველი გოლი. და ლეგენდების სერიის პირველი ქართული გოლია. მაგრამ გახურდა, ძალიან გახურდა თამაში და რაღაცნაირი დაძაბულობაა. ისეთი როგორიც არ წარმომედგინე ესე თამაში. და ეს ყველაფერი მოდის ფეხბურთელებისგან. ყველა მომენტში ბოლომდე იბრძვიან და ალბათ გულშემატკივრის მოც გესმით. თავარი არბიტრი თვლის რომ ეს გოლია და ულამაზესი გოლი გავიდა. რონალდინიოს ზღაპრული პასი ფერნანდო ნავაროს ჩარბენი და საველამ დაამთავრა. ლაისმენმა არ ჩათვალა, მაგრამ თავარმა არბიტრმა ასეთი გააწყოთ რომ მიიღო და ჩემი აზრით სწორად, იმიტომ რომ მე დავინახე რომ გოლი იყო. მთელი აზრი არის რომ შევკრიბოთ ეს ხალხი და ვაჩვენოთ ლეგენდები, რომლებზეც ისინი გაიზარდნენ და რომლებზეც უნახავთ ეს სასწაულები, როგორც არის რონალდინიო, ედგარ დავიცი და სხვა მრავალი და მათ შორის ასევე ჩვენი ფეხბურთელები. მიზანი არის რომ ხალხმა იხალისოს, ნახოს თავისი კარგად დავიწყებული ძველი და რა ვიცი, მოიხიბლოს იმით, რაც ვთავაზობთ დღესდღეობით. საინტერესოა ის, რომ მოედანზე გავიდა ბეცენ გლობალის კომერციული დირექტორი რონი ჰარტვიგი, რომელიც წარსულში იყო ფეხბურთელი. ნახოთ, შეინარჩუნა თუ არა რონი ჰარტვიგმა საფეხბურთო კლასი. Oh my God, it's a beautiful arena. And then once you're in the pitch with all these spectators, it's beautiful. Is it difficult to play against Ronaldinho? Did it look difficult? I think it was a bit difficult. Tell me something about this project. The project, I think, first and foremost, that we at Betson can be part of something so big, support an event like this. Listen, it's for the Georgian people. Look how many people turned up today. I don't know, 35, 40,000, whatever. So I think this is really great for the Georgian people and for football, and it's fantastic. ხავერ საველოს გაჩერება გუჭირს ყველაზე ძალიან. ეს კაცი პროფესიული კარიერის დროსაც გამოირჩეოდა მცველების ზურგს უკან ზრომიალით და ახლა ჩვენი ასაკში შესული მცველების მოტყუებას მარტივად გამოსდის. 1-3 და ჯეოთერთმეტისთვის ლეგენდების სერიის მეორე შეხვედრაც ისე მიდის, რომ გამარჯვებას ვერ ვიზეიმეთ. რონალდინიო ცოტა ხნით ადრე გამოვიდა მოედნიდან და პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა. გზად ყველას მადლობას გადაუხადა. ვარც მადლობა რონალდინიოსაც, მადლობა ბარსელონას ლეგენდებსაც, მადლობა ჯეოთერთმეტსაც და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც აქ მოვიდნენ და მართლაც დაუვიწყარი ატმოსფეროა. ყველა ამას ამბობს, ყველა კუთხეში ის მესმის, რომ როგორი დაუჯერებელია ის რაც ხდება დღეს დინამო არენაზე. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. და რა თქმა უნდა, თამაშის გვირგვინი რონალდინიო თვითონ იშვიათად თამაშობს სხვა შორის ამდენ წუთს და ალბათ აი ამ ხალხის დანახვაზე ალბათ ნახეთ როგორ ახლოს იყო თითოეულთან, ყველას მადლობას უხდიდა და რამოდენიმე ისთვისაც ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს და საერთოდ ფეხბურთს უყვარს ის შემოქმედება გვაჩვენა კიდევაც. It was nice to play. I think everybody enjoyed of playing, and a lot of people, full house. It was nice, really. This is football. This is something positive for people and great audience. Yes. Bien, muy feliz de poder estar acá en Georgia. La verdad que nos han tratado de maravilla. La gente, los mismos compañeros con los que hemos jugado. La verdad que estamos muy contentos. Nos vamos con la ilusión de poder volver en otro momento.
დასრულდა დღევანდელი დღე. დასრულდა G11-ის და Barça ლეგენდის შეხვედრა. 1-3. დაუმარცხდით. პირველი შეხვედრის მსგავსად. იქ ინტერმა გვაჯობა. თუმცა ამ შეხვედრების მთავარი არსი არ არის გამარჯვება. აქ მოგებული და წაგებული არ არსებობს. აქ მთავარია გულშემატკივრობა მიიღოს სიამოვნება, რაც დღეს ძალიან მრავლად იყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა, მადლობა ამ ყველაფრის შემოქმედებს. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კიდევ შევხვდებით. კარგით.